რამდენად ხშირად გიაცნობია გეცხოვრა ძველ რომში, ან შუა საუკუნეების ევროპაში. მოკლედ, თუ გონია, რომ წარსული რომანტიკული იყო, მე გაგიზიარებ 3 საინტერესო ფაქტს, რომელიც ამ რეალობას შეცვლის. მე ვარ მენაბ და მასწავლებელი, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. პირველი, ძველ რომში საზოგადოებრივ ტუალეტებში ქაღალდი არ ჰქონდათ. ამის მაგივრად ისინი იყენებდნენ ჯოხზე წამოწმულ ხრუბელს, ეგრეთ წოდებულ სპონჯს, რომელიც მარილიან წყალში იდო და ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მას ყველას საერთოდ იყენებდა. ანუ ერთი ჰქონდათ და ყველა ერთს იყენებდა. მეორე, მე-17 საუკუნის ევროპაში პარიკები მოდაში იმიტომ შემოვიდა, რომ თავის დაბანა იშვიათობა იყო და ყველა სტილები ყავდა. პარიკით კი გადაპარსულ თავს მალავდნენ. მესამე, შუა საუკუნეებში ადამიანებს ჯეროდათ, რომ დაბანა ფორებს გრძნიდა და აუნტყოფობას იწვევდა. ამიტომ, როგორც ამბობენ, ლუი მე-14-ის ცხოვრებაში სულ 3 აქვს ნაბანავები. მე მენაბ და მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი და დამიწერე კომენტარებში, რომელი იყო ყველაზე გასაოცარი ფაქტი შენთვის.